მაიკლ კარპენტერმა ერთ-ერთ მედიასთან Independence Avenue-სთან ინტერვიუში საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. თეთრი სახლის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ საქართველოს ახლა ბნელი დრო უდგას. მისი თქმით, ქვეყანა ავტორიტარული მიმართულებით ვითარდება. ამერიკელი პოლიტიკოსი ამბობს, რომ რეპრესიული კანონები სამოქალაქო სექტორს ანგრევს. მართვის ავტორიტარული სტილი კი ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე ეღობება. ის ასევე ვაშინგტონში საქართველოს გარეშე გაფორმებული ისტორიული შეთანხმების საკითხსაც გამოეხმაურა და რეგიონში საქართველოს როლის შესუსტებაზე ისაუბრა. კარპენტერი ამბობს, რომ თუ ქვეყნის გეოპოლიტიკური და პოლიტიკური მდგომარეობა ფუნდამენტურად არ შეიცვლება, შტატებისთვის ასეთ ქვეყანასთან პარტნიორობა შეუძლებელი იქნება. სომხეთში კორიდორის გახსნა საერთაშორისო კომპანიებისთვის მრავალფეროვან შესაძლებლობას შექმნის და საქართველო არ იქნება ერთადერთი გადამწყვეტი წერტილი აღმოსავლეთ-დასავლეთის ვაჭრობის განსახორციელებლად. გარდა ამისა, საქართველო თავისი ახლო კავშირებით ირანთან, რუსეთთან და ჩინეთთან ნელ-ნელა ხდება ნაკლებად მნიშვნელოვანი მოთამაშე დასავლეთის ქვეყნებთან ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხებში. რეალურად ახლა საქართველოს ბნელი დრო უდგას. ქვეყანა ვითარდება ავტორიტარული მიმართულებით. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ახლა ძალიან საკამათოა. არ და საქართველო ყოველთვის იყო წამყვანი პოლიტიკური სისტემა შავი ზღვისპირეთში. ქვეყანა, რომელიც ნელა მაგრამ მტკიცედ აჩვენებდა თავის ევროატლანტიკურ მისწრაფებას. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ჯერ კიდევ 2 წლის წინ ძალიან რეალისტური იყო, თუმცა შემდეგ მათ მიიღეს ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონი რიგი სხვა კანონებისა, რომლებმაც გახსნა გზა ოფშორებიდან კორუფციის ლეგალიზებისაკენ. ფაქტობრივად დაანგრია სამოქალაქო სექტორი. ყველაფერმა ამან გვაჩვენა, რომ საქართველომ გადაუხვია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან. მოკლედ ეს არის ქვეყანა, რომლის ასეთად წარმოდგენა 3 წლის წინ შეუძლებელი იყო, რომ არაფერი ვთქვა 10 წლეულზე. რაც შეეხება გლობალური ომის პარტიის პროპაგანდას, ის მთლიანად არის შექმნილი ქართული ოცნების მიერ და ასოცირებულია მასთან. ეს პროპაგანდა ნაწილია იმ დიდი პროპაგანდისა, რომლის თანახმადაც დასავლეთი საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს. თუმცა ყველას კარგად ესმის, რომ საქართველო მოწყვლადია, რადგან მისი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული სწორედ რუსეთის მიერ. ეს პროპაგანდა არის ნონსენსი და ტყუილი, თუმცა გათვლილია პოპულაციის იმ ნაწილზე, ვისაც ეშინია შესაძლო ახალი კონფლიქტის.